გუმათი 1 და 2. უდიდესი სიძლიერის ობიექტი, რომელიც რატომღაც საქართველოსი აღარ არის. უნდა ამიხსნას ვიღაცამ, რატომ ქონდა საქართველოს და აღარ აქვს ეს ობიექტი. არ ფლობს საქართველოს, ფლობს ენერგოპრო. გამზადებული ხესი, რომელიც თუ რაღაცა 50 მეგავატი წერს დღეში $50,000. პერსონალი, რომელიც იქ მუშაობს, დღესაც ის არის, რომელიც მაშინ მუშაობდა, როცა პრივატიზება გავაკეთეთ. უბრალოდ მითხარით, $50,000 დღეში cash flow, საიდან აქვს, რომელიც აწარმოდა. ჩემი აზრით არ უნდა მოგვეხტინა. იმიტომ რომ რა არც რაღაცა რო გაქვს, იმის მოხმარება ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე აშენება რაღაცის. დაგიტოვეს იმ ოხერმა კომუნისტებმა და შეერგე მაინც. ფულიც კი არ დაგვიხარჯავს ისე მივიღეთ, ხო? და ნუ არ ვიცი, არ მესმის რაღაცებს ვერ ვიგებ. ქალბატონო ბელა, ამას ვერ ხვდები, რომელიღაცა ეკონომისტმა უნდა ამიხსნას, რას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს ბიუჯეტში დღეში $50,000 აქვს შემოსავალი ერთი დანადგარიდან და ეს უნდა გაასხვისოს და ეს 50,000 მიდიოდეს კერძოს ჯიბეში, მით უმეტეს სხვა ქვეყნის. აი, უბრალოდ ამას ვერ ვიგებ, ვერანაირად. მესმის ძალიან კარგად კერძო სექტორის სიძლიერე, მათ ძალიან კარგად იციან საქმის კეთება, მაგრამ ის რაც სახელმწიფოს კუთვნილია გავაჩუქოთ, ეს არ არის კერძო სექტორის მხარდაჭერა. სხვანაირად უნდა დაუჭიროთ კერძო სექტორს. ხა